მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. დღეს ჩვენ მოვინახულებთ ბორჯომის ახალ ქარხანას და გავიგებთ რა გზა გაიარა ბორჯომმა ჩვენამდე. პირველად ბორჯომის ბოთლი აი ასეთ ჭურჭელში არსებობდა. შემდეგ ბორჯომის წარმოება როცა დაიწყო, ასეთ ბოთლებში იყო. შემდეგ ბორჯომის ბოთლი და ეტიკეტი განახლდა. 1890 წლიდან უფრო გათანამედროვებული ფორმა ჰქონდა ბორჯომის ბოთლს. შემდეგი ბორჯომის ბოთლი 2001 წელს გამოიცა და აქ წერია, რომ ეს ყველასთვის ნაცნობი ბოთლია. შემდეგი ბორჯომის ბოთლი 2010 წელს გამოიცა. მას აქვს განახლებული ეტიკეტი და განახლებული ბოთლის ფორმა. შემდეგი ბორჯომის ბოთლი 2019 წელს გამოიცა. მას აქვს განახლებული თავსახურის ფერი. და ბოლოს ჩვენთვის ნაცნობი ბორჯომის ბოთლი 2024 წლიდან, რომლის ეტიკეტზე ახლა დაემატა ირემი. ეს არის ბაკურიანის წყალი ტყის ჟოლოს გემოთი. ის რამდენიმე დღეა რაც ჩამოისხა და შეიცავს 0 ჩაქარს და 0 კალორიას. და იმდენად ახალია, რომ ჯერ მაღაზიებში არ იყიდება და მას თქვენთან ერთად დავაგმემოვნებთ. ძალიან ტკბილია. ჩვენ ახლა მოვინახულებთ ახალ ქარხანას, როგორც ხედავთ, მე მომზადებული ვარ, ყველაფერი მაცვია და რამდენიმე წამში ნახავთ, როგორი წარმოება ბორჯომის მინერალური წყალი. მოკლედ მეგობრებო, ჩვენი ტური ბორჯომის ახალ ქარხანაში დასასრულს მიუახლოვდა და მე პირველად ნახე ქარხანას, ჩემი პირველი გამოცდილება იყო და ძალიან გაოცებული დავჭი. და რადგან ასეთი არაჩვეულებრივი ტური გამოგვივიდა, ჩვენ დაგვიტოვეს საჩუქრები. პირველად ჩამოსხმული ბორჯომის ბოთლი და წიგნი ბორჯომის ისტორიაზე.